შეხვედრა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს ევროკავშირს შორის ზუსტად 2 დღეში უნდა გამართულიყო, ბრიუსელის გადაწყვეტილებით აღარ შედგება. რა გახდა მიზეზი, ევრობიუროკრატია ამას არ აკონკრეტებს, რაც ოფიციალურ თბილისის იმის რწმენას უმყარებს, რომ ბრიუსელი საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არ არის. ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით. აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებული იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის. ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან ოპოზიციაში. ამტკიცებენ, რომ ბრიუსელმა ქართული დელეგაციის შემადგენლობა დაიწუნა, სადაც მათი რწმენით სანქცირებული პირები იყვნენ. სანქცირებული პირი შეიძლება შეიყვანო დელეგაციაში? თუ პროვოკატორი არ ხარ, ეს არის პირდაპირ პასუხისმგებლობა ქართული ოცნების პოლიტიკის. ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ალექსანდრე დარახველიძე განმარტავს, რომ სანქცირებაზე საუბარი უადგილოა, რადგან ევროკავშირმა არათუ დელეგაციის შემადგენლობა დაიწუნა, არამედ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული უწყებების პასუხების მოსმენა არ ისურვა. მათ მოგვაწოდეს კონკრეტული საკითხები, რაზეც უნდა ყოფილიყო დიალოგი, შესაბამისად განისაზღვრა კონკრეტული უწყებები, ვისაც კითხვებზე, რომელიც მათი მხრიდან იყო დასმული, გაეცემოდა ამომწურავი ფაქტებზე და მტკიცებულებზე დაფუძნებული პასუხები. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ თავად აღარ ისურვეს ამ პასუხების მოსმენა. დიალოგს რომ ალტერნატივა არ აქვს, ამაზე ქართულ ოცნებაში თანხმდებიან და ევრობიუროკრატთა მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლასა და უსამართლო დამოკიდებულებებზე საუბრობენ. მართველი გუნდის შეფასებით, ბრიუსელი ობიექტური პოზიციების მოსმენაზე უარს აცხადებს, დიალოგს გაურბის და ევრობიუროკრატთა ზრახვებს ამხელს. გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის თან სწორედ იმ საკითხებზე, რომელზეც რომ ჰკითხო ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ. მიზეზი მარტივია, როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება. დიპსტეიტის მართული ევრობიუროკრატია უარს აცხადებს კომუნიკაციაზე, მათთვის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებია მნიშვნელოვანი, რომელიც არის ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი. გზავნილი მიღებულია, თუმცა არგუმენტები არც საზღვრებში და არც მის მიღმა არ ჩანს. ბრიუსელმა საუბარს დუმილი ამჯობინა. ოფიციალური თბილისი კი აცხადებს, რომ ევროკავშირთან დიალოგის ფორმატში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ბრიუსელი აღქმებს, ფაქტებით ჩაანაცვლებს და შეწყვეტილ პროცესს სრულად განაახლებს.